მოგესალმებით 14 აპრილიდან თვის ბოლომდის საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტი თავის უმნიშვნელოვანეს პარტნიორებთან ერთად და იმ დიასპორულ ორგანიზაციებთან ერთად, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში წარმატებით მოღვაწეობს, ჩაატარებს ღონისძიებათა ციკლს, რომელიც სახელმწიფო ენის დღეს ეძღვნება. 14 აპრილი საქართველოში სახელმწიფო ენის დღედაა გამოცხადებული. ჩვენი სახელმწიფო ენა ქართულია. ამიტომაც ხშირად გაიგონებთ, მოისმენთ ან ნახავთ, რომ 14 აპრილს ეწოდება ქართული ენის დღე ან დედაენის დღეც კი. თავარი არსი კი იმაშია, რომ ამ დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ჩვენს დამოუკიდებელ ქვეყანაში სახელმწიფო ენა ქართული ენაა და 14 აპრილს ეს დღე დაწესდა იმ მოვლენების აღსანიშნავად, მინდა ეს აუცილებლად იცოდეთ, ჩემო მეგობრებო, რომელსაც ადგილი ჰქონდა 47 წლის წინ, 1978 წლის 14 აპრილს, როდესაც იმდროინდელი საბჭოთა იმპერიის პირობებში, თბილისში, რუსთაველის პროსპექტზე, დღევანდელი პარლამენტის შენობის წინ, ქართული სტუდენტობა, ინტელექტუალური ელიტა, სხვადასხვა დაწესებულებების წარმომადგენლები, თანამშრომლები, ერის წარმომადგენლები, მთელი ქართული საზოგადოებისა მოვიდნენ, რათა ეთქვათ, რომ ისინი არ დაუშვებენ იმ ცვლილებას, რომელზედაც წავიდა საბჭოთა იმპერიის მთავრობა, კრემლი, რომ ახალ კონსტიტუციაში აღარ ყოფილიყო ჩაწერილი, რომ ქართული ენა სახელმწიფო ენაა. შესაძლებელია გაუჩნდეს ვინმეს კითხვა იმის თაობაზე, რა მნიშვნელობა ჰქონდა ენის სტატუსის შენარჩუნებას. დღევანდელი ახალგაზრდების უდიდესი ნაწილი, რა თქმა უნდა, პოსტსაბჭოთა ეპოქაში დაიბადა და ხშირად, როდესაც თქვენ გესაუბრებით, ძნელია ხოლმე იმ რეალობის აღდგენა და გაგებინება თქვენთვის, რასაც იმ იმპერიალისტურ, ბოლშევიკურ და დიქტატორულ სახელმწიფოში ჰქონდა ადგილი. კონსტიტუციაში რჩებოდა ჩანაწერი იმის შესახებ, რომ სახელმწიფო იზრუნებდა ჩვენ შემთხვევაში ქართული, სხვა რესპუბლიკების შემთხვევაში მათი მშობლიური ენის განვითარებისათვის. მაგრამ მაშინ, როდესაც ქართული ენა ამოღებული იქნებოდა სახელმწიფო საქმის წარმოებისაგან, საერთაშორისო ურთიერთობებიდან და ასე შემდეგ, ცხადია ენა თანდათანობით წახდებოდა, როგორც ამას დიდი ქართველი ამბობდა, ენა თანდათან დაკარგავდა რა თავის ფუნქციას, იგი დაკნინდებოდა. ამიტომაც 1978 წლის 14 აპრილის მნიშვნელობა მთელი ახალი და უახლესი საქართველოს ისტორიისათვის არის ფასდაუდებელი. ჩვენ შევინარჩუნეთ რა ენის სტატუსი. დღეს ამ პირობებში ქართული ენის განვითარებისათვის სრულიად სხვა პირობებია შექმნილი. მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ დღესაც შესაძლებელია ჩვენს ენას დაემუქროს სხვადასხვა საშიშროება. ასეთი არის უცხო სიტყვების მოძალება. ასეთი არის სიტუაცია, როდესაც ჩვენ არ გავაკონტროლებთ ქართული ენის თანამედროვე ნორმებს. სიტუაცია, როდესაც ერისათვის, ჩვენი ახალგაზრდებისათვის, სამეცნიერო საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი არ იქნება ქართულ ენაზე გამოცემების არსებობა, ქართულ ენაზე ყველაზე თანამედროვე სამეცნიერო ან სხვა ლიტერატურის შექმნა. ამიტომაც ვფიქრობთ, რომ ეს ჩვენი ინიციატივა, რომ არა მხოლოდ 14 აპრილს, არამედ ამის შემდეგაც კიდევ არაერთი ღონისძიებით აღვნიშნოთ სახელმწიფო ენის დღე და
შევახსენოთ ყველას ასაკისა და საქმიანობის მიუხედავად, ინტერესების მიუხედავად, რომ დიახაც სახელმწიფო ენად ქართული შენარჩუნება არის ჩვენი საზოგადოების განვითარებისათვის უმნიშვნელოვანესი რამ, რადგან ენა არის ჩვენი ისტორიული, კულტურული მეხსიერების გარანტი. ენა არის ის, რაც საფუძვლად უდევს ჩვენს პატრიოტულ სულისკვეთებას, სამშობლოს სიყვარულს. ენა არის ის, რაც განსაზღვრავს ჩვენს თვითმყოფადობას, განუმეორებლობას, უნიკალურობას, იდენტობას. და ასე იყო აი ამდენი საუკუნის განმავლობაში. ქართველთა ერი უძველესი ერია. ერი, რომელმაც როდესაც დაიწყო ამ ენაზე მეტყველება, ეს ენა შეინარჩუნა 1000 წლეულების განმავლობაში. ამიტომ ჩვენ ყველაზე უფრო ძველი ტექსტები, რაც კი შემორჩენილია ქართულ ენაზე, შეგვიძლია გავიგოთ. ანუ თანამედროვე ქართველს შეუძლია ენობრივი და ვერბალური კავშირი დაამყაროს ნებისმიერი ეპოქის ქართველთან. ეს არის ჩვენი ენის უნიკალურობა, მისი უკვდავება და მარადიულობა. და მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი, რაც ჩვენ წინაბრება დაგვიტოვა, ეს ჩვენ გავიაზროთ, გნებავთ გადავიაზროთ კიდევ ერთხელ, მაგრამ მისი ერთგული ვიყოთ. როგორც მე-9 საუკუნეში გიორგი მერჩულემ და გრიგოლ ხანძელმა გვასწავლეს, რომ ქართლად ფრიადი ქვეყანა ღირაცხების, სადაც ქართულ ენაზე ჟამი შეიწირვის და ლოცვა იყველი აღესრულების. აი ნახეთ, როგორ განსაზღვრეს მათ ყველაზე უფრო ფართო მნიშვნელოვანი და ისტორიული და კულტურული მოვლენა, როგორიც არის ეკლესიური ცხოვრება, წარიმართება რა ქართულ ენაზე, მაშა სადამე იქ საქართველოა. შემდგომ იოანე ზოსიმემ მე-10 საუკუნეში დაწერა საიდუმლოებით სავსე, არაჩვეულებრივი და ჩვენთვის უკიდურესად ღირებული ტექსტი, რომელსაც ქვია ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი. და ეს ტექსტი, რომელიც მე ძალიან მინდა თითოეულმა თქვენთაგანმა, რომ გულდას მიწა იკითხოს და წაიკითხოს ის გამოკვლევები, რომელიც მასთანაა დაკავშირებული, ერთ საოცარ რამეს გვასწავლის ჩვენ, რომ სიტყვით ენა მარტო ენობრივი ფენომენი კი არ აღინიშნებოდა, არამედ ენავე განსაზღვრავდა იმ ტომს, რომელიც ამ ენაზე ლაპარაკობს, იმ ხალხთა ერთობას, იმ ერს. ასე რომ ჩვენთვის ერი და ენა საოცარ ურთიერთ გამსჭვალავ და ურთიერთ შეღწევად ფენომენებად აღიქმება და არც თუ ისე დიდი ხნის წინ ქართულ ახალ ისტორიაში ილია მართალმა გვითხრა, რომ სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვიტოვა ჩვენმა წინა თაობებმა, წინაპრებმაო. მამული, ენა და სარწმუნოება. ეთახეთ როგორი მნიშვნელოვანია და ეს სამი ღვთაებრივი საუნჯეც ასევე განუყოფელია, სამ ერთია იგი და ბრძანებს წმინდა ილია მართალი, რომ ენა საღმრთო რამ არისო და ამასო სხვისი არ ვიცი, მაგრამ ჩვენ მშობელ მამასაც არ დავთმობდით, რომ შეეხონ ენასო და რომ ენა წარმოადგენს ისეთ ფენომენს, რომელსაც ცოდვილი ხელით არავინ უნდა შეეხოს. რა არის ცოდვილი ხელით ენის შეხება? ეს არის ენის სიწმინდეზე უზრუნველობა, ეს არის არაერთის მცდელობა, განსაკუთრებით
ბოლოს 3 საუკუნის საქართველოს ისტორიისა, როდესაც მე-18 საუკუნის ბოლოს შემოსილი ვერაგი იმპერია, რასაც აკეთებდა, ეს იყო ქართული ენის განადგურება. მან იცოდა, რომ თუ კი ქართულ ენას დააკრინებდა, მაშინ ერის თვითყოფადობაც დაიკარგებოდა და როდესაც რუსეთის იმპერიის კვალდაკვალ მისი მემკვიდრე საბჭოთა იმპერია ჩამოყალიბდა, რომლის სათავეში ის მთავრობა ედგა, რომელიც თანამედროვე მეცნიერებაში კრემლად მოიხსენიება, ხომ? აი ისინი ხედავთ ჩვენი სიჭაბუკის დროს. მე მაშინ ვამთავრებდი საშუალო სკოლას, ვიყავი მე-10 კლასში, კიდევ ერთხელ შეეცადე, რომ ქართული ენა ჩვენთვის წაერთმიათ. მე მინდა თითოეულ თქვენთაგანს ვუსურვო მიიღოს ღვთისმადლი და საოცარი წყალობა, რომ გიყვარდეთ ქართული ენა, რომ ქართული ენა იყოს თქვენთვის ის სალოცავი, რომ სალოცავში ჩვენ სრულიად განსხვავებული 1000 წლეულობის განმავლობაში არსებული ქართველების სხვადასხვა თაობა ვმეტყველებთ, ვადიდებთ ღმერთს და გვიყვარს მოყვასი და სამშობლო. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ.